ნიკო ნიკოლაძე. ალბათ ყველას გაგიგიათ ეს სახელი. ვიცით რომ იყო დიდი საზოგადოო მოღვაწე, პუბლიცისტი, მოაზროვნე. მაგრამ დღეს ჩვენ მის ერთ ალბათ ყველაზე მნიშვნელოვან როლზე ვისაუბრებთ. იმაზე თუ როგორ გახდა ის თანამედროვე ქართული განათლების ნამდვილი არქიტექტორი. აი ეს კითხვა, როგორ ვაქციოთ განათლება ეროვნული პროგრესის ძრავად. ნიკოლაძესთვის ეს, იცით, უბრალოდ ლამაზი ფრაზა არ ყოფილა. ეს იყო მისი მთელი მისიის არსი. პასუხი კითხვაზე თუ როგორ უნდა ეცხოვრა და განვითარებულიყო საქართველოს მუდმივად ცვალებად სამყაროში. წარმოიდგინეთ ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიღებული განათლებით, ნიკოლაძე იყო ერთგვარი ხიდი. მას ევროპული იდეები შემოქონდა, მაგრამ არა ბრმად გადმოსაკოპირებლად, არამედ იმისთვის, რომ ქართულ ნიადაგზე მოერგო და გაეხარებინა. მან სხვებზე ბევრად ადრე დაინახა, რა სჭირდებოდა ერს, რომ წარსულში არ ჩარჩენილიყო. მაშასე, მოდით ვნახოთ ჩვენი დღევანდელი გეგმა. ჯერ ჩავღმავდებით მის პირდაპირ ვიტყვი რევოლუციურ იდეებს. მერე ვნახავთ როგორ აქცევდა ამ იდეებს რეალობად. შემდეგ ვესტუმრებით მის საოცარ ექსპერიმენტს დიდ ჯიხაისში და ბოლოს შევაჯამებთ მის უკვდავ მემკვიდრეობას. დავიწყოთ. რატომ ვამბობთ, რომ ის იყო განათლების რევოლუციონერი? იმიტომ, რომ ნიკოლაძეს არ უნდოდა ძველი სისტემის უბრალოდ შელამაზება ან შეკეთება. არა, მას სურდა არსებულის დემონტაჟი და საძირკვლიდან ახლის სრულიად განსხვავებული საშენება. ნიკოლაძის მთელი საგანმანათლებლო ფილოსოფია იცით ორ უმთავრეს ბოძზე იდგა. ეს იყო მშობლიური ენა და მეცნიერება. მისი აზრით ერთი მეორის გარეშე უბრალოდ აზრს კარგავდა. მოდით ვნახოთ, რატომ იყო ეს ორი რამ მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი. აი ამ სიტყვებშია მთელი მისი პრინციპი. ისევე როგორც იაკობ გოგებაშვილი, ნიკოლაძეც დარწმუნებული იყო, რომ ცოდნისკენ მიმავალი ყველა გზა მშობლიურ ენაზე უნდა იწყებოდეს. მისთვის ეს არ იყო უბრალოდ მოსაზრება, ეს იყო პედაგოგიკის კანონი. ჯერ შენი უნდა იცოდე კარგად, რომ მერე სხვისი გაიგო და დააფასო. მისი მიდგომა, ანუ ლოკალურიდან გლობალურისკენ, ძალიან მარტივი და ამავდროულად გენიალურია. ის ამბობდა, რომ ჯერ შენი ეზო, შენი სოფელი, შენი ქვეყანა უნდა შეისწავლო. ეს არის ის მყარი ფუნდამენტი, რომელზეც მერე შეგიძლია მთელი მსოფლიოს ცოდნა დააშენო. და აი მივედით მის ყველაზე რადიკალურ იდეამდე. რა არის განათლების მიზანი? ნიკოლაძისთვის ეს არ იყო ფაქტების დაზეპირება. არა, განათლება უნდა ყოფილიყო ინსტრუმენტი, იარაღი, რომლითაც ახალი თაობა შეძლებდა არა მხოლოდ სამყაროს შეცნობას, არამედ მის უკეთესობისკენ შეცვლას. მიზანი იყო აქტიური მოქმედი მოქალაქეების აღზრდა. ნიკოლაძისთვის ცოდნა დაბალანსებულ სასწორს გავდა. ერთ მხარეს საბუნების მეცნიერებებია, ეს არის ჩვენი იარაღი, რომელიც გვაძლევს ძალას. მეორე მხარეს კი სოციალური მეცნიერებები, პოლიტიკური ეკონომიკა, ანუ სტრატეგია, რომელიც გვასწავლის როგორ გამოვიყენოთ ეს ძალა გონივრულად. და მას ძალიან აწუხებდა, რომ მაშინდელ ქართულ საზოგადოებას სწორედ ეს მეორე სტრატეგიის ნაწილი აკლდა. მაგრამ როგორც ვთქვით, ნიკოლაძე მხოლოდ თეორეტიკოსი არ ყოფილა. ის მოქმედების კაცი იყო. ახლა ვნახოთ, როგორ ცდილობდა ის თავისი იდეების რეალობად ქცევას. ის არა მხოლოდ აკრიტიკებდა, არამედ კონკრეტულ ძალიან თამამ რეფორმებს თავაზობდა. მაშინდელი განათლება ფაქტობრივად ორ გზას გთავაზობდა. ერთი იყო კლასიკური გიმნაზია, რომელიც ძველი ენების ზუთხვით ამზადებდა ელიტას უნივერსიტეტისთვის, და მეორე რეალური გიმნაზია, რომელიც ამზადებდა პრაქტიკოსებს, ინჟინრებს, აგრონომებს, ანუ ადამიანებს, ვინც ქვეყნის ეკონომიკას ფეხზე დააყენებდა. ნიკოლაძისთვის არჩევანი ცხადი იყო. საქართველოს სჭირდებოდა მცოდნე, მაგრამ უპირველესად გამოსადეგი ადამიანები. უბრალოდ მოусმინეთ მის მოთხოვნებს, დღევანდელი გადმოსახედიდანაც კი როგორი პროგრესულია რა, საყოველთაო და სავალდებულო განათლება ყველასთვის, ქალების თანასწორობა, დაფასებული მასწავლებელი, მე-19 საუკუნეში ეს ნამდვილი მანიფესტი იყო. და ის მხოლოდ ლაპარაკით არ შემოიფარგლებოდა, თვითონ აკეთებდა იმას, რასაც ქადაგებდა. როცა საქმე ქალთა განათლებას ეხებოდა, მან საკუთარი ხელით შეუწყო პირველ ქართველ ქალებს, მათ შორის თავისდებსა და მომავალ მეუღლეს, ევროპაში წასულიყვნენ სასწავლებლად. იმ დროისთვის ეს წარმოუდგენლად გაბედული ნაბიჯი იყო. კარგი, ახლა მოდით გადავინაცვლოთ იქ, სადაც ნიკოლაძის ყველა თეორია ერთ დიდ ცოცხალ ექსპერიმენტად იქცა. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დიდ ჯიხაისში, ნიკოლაძის პირად საგანმანათლებლო ლაბორატორიაში. ეს უბრალოდ თარიღები არაა. ეს არის ერთი სოფლის საოცარი გარდაქმნის ამბავი. ყველაფერი პატარა ერთკლასიანი სკოლით დაიწყო და 10 წლეულების განმავლობაში ნიკოლაძისა და მისი ოჯახის დაუღალავი შრომით ჯიხაისში ნამდვილ საგანმანათლებლო კერად იქცა, სადაც ასწავლიდნენ არა მხოლოდ წერა-კითხვას, არამედ მეაბრეშუმეობას, მებაღეობას, ანუ იმ ცოდნას, რომელიც ხალხს პურს აჭმევდა. 40,000. უბრალოდ დაფიქრდით ამ რიცხვზე. 40,000 წიგნი ნიკო ნიკოლაძის პირად ბიბლიოთეკაში. ეს არ იყო უბრალოდ წიგნების საცავი, ეს იყო კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი, ნამდვილი მაგნიტი მთელი რეგიონისთვის. ფაქტობრივად, უნივერსიტეტის საკუთარ სახლში. და ბოლოს რა დაგვიტოვა ნიკოლაძემ?
იცით, მისი გავლენა მისი სიცოცხლით არ დასრულებულა. პირიქით, მან დათესა თესლი, რომელმაც შემდეგ მის ოჯახსა და მის მიერ შთაგონებულ ადამიანებში გაიხარა. საოცრებაა, ხო? მისი შვილები უბრალოდ კი არ აგრძელებდნენ მამის საქმეს, არამედ ახალ სიმაღლეებზე აყავდათ. რუსუდანმა უახლესი პედაგოგიური მეთოდები შემოიტანა, გიორგიმ კი ფიზიკური აღზრდის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მათი სახლი ცოცხალ მოაზროვნე ორგანიზმად, ნამდვილ სამეცნიერო ცენტრად იქცა. და აი, პირდაპირი ხაზი საქართველოს მთავარ უმაღლეს სასწავლებელთან. საინტერესო დეტალია, რომ თავიდან ის ტექნოლოგიური ინსტიტუტის დაარსებას ემხრობოდა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის პრაგმატიზმს. თუმცა, როცა უნივერსიტეტი დაარსდა, ის მთელი გულით მიესალ მამას და მისი ოჯახი, შვილები, სიძეები, შვილიშვილი ამ უნივერსიტეტის ინტელექტუალურ ბირთვად იქცა. დიდი ნიკო ნიკოლაძე დღესაც ჩვენთან არის. იგი ჩვენთან იქნება მუდამ, სანამ ქართველიერი იარსებებს. ფიქრობ, ამ სიტყვებზე უკეთ ვერაფერი იტყვის იმას, რომ ნიკოლაძის იდეები იმდენად ფუნდამენტური აღმოჩნდა, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა. და ბოლოს მინდა დაგისვათ კითხვა, რომელიც ვფიქრობ, თავად ნიკო ნიკოლაძემ დაგვიტოვა. მისი იდეებიდან პრაქტიკული ცოდნის უპირატესობა, მშობლიურ ენაზე დაფუძნებული სწავლება, მასწავლებლის როლის დაფასება, აი ამ ყველაფრიდან რომელია ყველაზე მწვავე და აუცილებელი დღევანდელი საქართველოსთვის. ამაზე დაფიქრება, ფიქრობ, ნამდვილად ღირს.